ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადა ამ კვირის ბოლოს იწურება. ქონების გადასახადის გადახდა ეკუთვნის ყველას, ვისი შემოსავალიც 2024 წელს ან ვისი ოჯახის შემოსავალიც 40,000 ლარს ცდება და გააჩნია დასაბეგრი ქონება. ზღვარი უკვე დიდი ხანია მოძველებულია და ის გაზრდას საჭიროებს. ასეთია ფინანსისტების შეფასება მოქმედ კანონთან დაკავშირებით და საკითხზე წლებია მუშაობა ფინანსთა სამინისტროშიც დაწყებულია. რა უნდა ვიცოდეთ დეკლარაციის შევსებისაც და არის თუ არა რელევანტური დღეს 40,000 ლარიანი ზღვარი, რომელიც ჯერ კიდევ 2005 წელს მაშინ განისაზღვრა, როდესაც მოქალაქეთა შემოსავლები გაცილებით დაბალი იყო. თემაზე სტუმართან ერთად ვისაუბრებ. ნექსია ჯორჯიას მართველი პარტნიორი დავით მამრიკიშვილი გვერდება პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ბატონო დავით, პირველ რიგში მადლობას გიხდით თქვენი დროისთვის. მოგესალმებით ტელემოყურებლებს. ბატონო დავით, ახლოვდება ქონების დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადა. მინდა განვმარტოთ მაყურებლისთვის, ვის უწევს უშუალოდ დეკლარაციის შევსება, რა ითვლება შემოსავლად და მათ შორის საინტერესოა და ხშირად გაჟღერდა ეს კითხვაც, ჩუქების სახით მიღებული შემოსავალი შედის თუ არა დღეს ჯამურ შემოსავალში. კი ბატონო, სწორად აღნიშნეთ, 1 ნოემბერი არის ვადა, როდესაც ფიზიკური პირი როცა არის ვალდებული რომ წარადგინოს ქონების გადასახადი, რა შემთხვევაში არის ფიზიკური პირი ვალდებული რომ წარადგინოს, ესეთ შემთხვევაში კანონმდებლობა ითვალისწინებს თუ პირის ოჯახის შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში გადააჭარბებს 40,000 ლარიან ზღვარს, პირს უწევს რომ წარადგინოს ქონების დეკლარაცია. აქვე უნდა გავმარტოთ, რომ ვინ ითვლება, ესე ვთქვათ, ოჯახის წევრად. კანონმდებლობით გათვალისწინებულია ვინც უპირობოდ ითვლება ოჯახის წევრად, ეს არის თავად პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი. მოკლედ ეს ადამიანები ამ პირთა ჯგუფი უპირობოდ ითვლება ოჯახის წევრად, შესაბამისად 40,000 ლარიანი ზღვრის დათვლის მიზნებისათვის უნდა დაჯამდეს ამ პირთა შემოსავალი. მოგეხსენებათ, ეხლა ფიზიკური პირები წარადგენენ 2025 წლის ქონების გადასახადს, მაგრამ 40,000 ლარიანი ზღვარი ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ წინა წლის შემოსავლებიდან, ანუ 2024 წლის შემოსავლები უნდა დავაჯამოთ. ამ შემთხვევაში ასევე ოჯახის წევრად შესაძლებელია განხილული იქნეს მუდმივად მცხოვრები, ესე იგი და-ძმა, მშობლები, ბებია, ბაბუა, ანუ ეს პირებიც თუ ერთად ცხოვრობენ და ერთ მეურნეობას ეწევიან, ეს პირებიც განიხილებიან ოჯახის წევრად და ამ შემთხვევაში მათი შემოსავლები უნდა დაჯამდეს. და შესაბამისად პირს შეუძლია რომ საოჯახო დეკლარაცია გააგზავნოს და შესაბამისად ამით საგადასახადო ვალდებულება შეასრულოს. რაც შეეხება შემოსავლების რა კატეგორია გაითვალისწინება 40,000 ლარიან ზღვარში. დავით, ოჯახთან მიმართებით მინდა უბრალოდ დავაზუსტო, დარწმუნებულა რომ ამ კუთხით მაყურებელს გაუჩნდებოდა კითხვა, მათ შორის საინტერესოა ზოგადად, თუნდაც ეს მეორე ნაწილი რაც აღნიშნებთ, ერთ ოჯახად ვინ ითვლება, ერთ მისამართზე რეგისტრირებულ ადამიანებზე ამათ შორის საუბარი და ამ შემთხვევაში რამდენად აუცილებელია რომ ასე ვთქვათ ოჯახმა შეავსოს ქონებრივი დეკლარაცია თუ ამ შემთხვევაში თუ ცალ-ცალკე მოხდება მათი მხრიდან დეკლარაციის შევსება, ეს შეიძლება ასე ვთქვათ დეკლარაციის შევსება, ამ ნაწილში რომ დავაზუსტოთ, ალბათ ესეც საინტერესო იქნება. კი ბატონო, ამ შემთხვევაში როგორც აღნიშნეთ, ოჯახად განიხილება პირი მისი მეუღლე, უპირობოდ, ამ შემთხვევაში საოჯახო დეკლარაციის გაგზავნის შემთხვევაში უკვე მეორე პირი, ანუ მეუღლე თავისუფლდება საგადასახადო ანგარიშგებისგან. აქვე გასათვალისწინებელი არის, რომ საგადასახადო კანონმდებლობით დიფერენცირებული არის განაკვეთი და ეს დამოკიდებულია იმაზე, ჩვენ აღნიშნეთ 40,000 ლარიანი არის ზღვარი, მაგრამ თუ 40-დან 100,000 ლარამდე აქვს პირის შემოსავალი, ოჯახის შემოსავალი, მაგ შემთხვევაში განაკვეთი უფრო დაბალია. და შესაბამისად ინდივიდუალურად, როდესაც დაუშვათ პირი და მეუღლე ცალ-ცალკე წარადგენენ დეკლარაციას, ასეთ შემთხვევაში შეიძლება არ გადააჭარბოს 100,000 ლარს ინდივიდუალურად, მაგრამ ჯამურად გადააჭარბოს. ამიტომაც ჩვენ ამ მიზნებისათვის გათვალისწინებული უნდა იქნეს ჯამური შემოსავალი. თუ პირი საოჯახო დეკლარაციას წარადგენს, ესეთ შემთხვევაში ის გათავისუფლდება მეორე პირი, ანუ მისი ოჯახის წევრი განთავისუფლდება წარდგენისაგან, თუმცა მას დამოუკიდებლადაც შეუძლია წარდგენა, ანუ ესეც დასაშვებია, უბრალოდ ამ კუთხით უფრო გამარტივებული არის ამ ნაწილში ანგარიშგება და ესე ვთქვათ, ერთი საოჯახო დეკლარაციით პირს შეუძლია რომ დასაბეგრ ბაზაში შეიყვანოს მისი ქონებაც და ასევე ოჯახის წევრის ქონებაც და რაც შეეხება თავად დასაბეგრ ქონებას, აქაც მნიშვნელოვანია რომ გავმარტოთ თუ რა ქონებაზე არის პასუხისმგებელი პირი რომ გადაიხადოს გადასახადი. ანუ ჩვენ ვამბობთ რომ თუ 40,000-ს გადააჭარბა, მაგრამ დასაბეგრი ქონება არ გააჩნია, ამ შემთხვევაში პირი არ არის ვალდებული რომ წარადგინოს დეკლარაცია. ანუ ორივე კრიტერიუმი ერთდროულად უნდა დაგმაყოფილდეს. საუბარი არის საცხოვრებელ ბინაზე, უძრავ ქონებაზე, დაუმონტაჟებ, ანუ უძრავ ქონებაზე, ავტომობილზე, იახტაზე, შვეულფრენზე, თვითფრინავზე, ესეთი კატეგორიის ქონებები, ზე პირი ვალდებულია რომ გადაიხადოს.
ქონების გადასახადი და რა თქმა უნდა არ არის ვალდებული რომ გადაიხადოს დაუშვათ ავეჯზე და ესეთი ლეპტოპზე და ესეთი ტიპის კატეგორიის მოძრავ ქონებებს. ამ ნაწილში ფიზიკური პირისთვის არ არის დაბეგვრის ობიექტი. მოცემულ შემთხვევაში შემოსავლებთან დაკავშირებით როგორც აღვნიშნეთ, აქ შეიტანება ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი და აქ მნიშვნელოვანია რომ ჩვენ დავადგინოთ ხელფასის სახით მიღებული შემოსავალად ითვლება არა ის თანხა რაც პირს ჩაერიცხა დაუშვათ ხელფასის სახით, ხო? არამედ გადასახადების ჩათვლით, ხო? ამ შემთხვევაში პირს ჩაერიცხა საშემოსავლო და საპენსიო ესე ვთქვათ დაკავებების განხორციელების შედეგად და ჩვენ 40,000 ლარიანს გვაქვს უნდა შევიყვანოთ სრულად დარიცხული ხელფასი, მათ შორის ნებისმიერი სარგებელიც განიხილება ესე ვთქვათ შემოსავლად. ამ შემთხვევაში ჩუქებით მიღებული შემოსავალიც გაითვალისწინება შემოსავლად გარდა იმ შემთხვევისა თუ ჩუქებით ჩვენ მივიღეთ შემოსავალი პირველი და მეორე რიგის მემკვიდრეებისაგან ან მესამე და მეოთხე რიგის მემკვიდრეებისაგან მიღებულ ესე ვთქვათ საჩუქარზე 150,000 ლარის ფარგლებში არ გაითვალისწინება. დანარჩენი ნებისმიერი ტიპის სარგებელიც განიხილება ფიზიკური პირის შემოსავლად და შესაბამისად ამის ყველაფრის გათვალისწინება ხდება ესე ვთქვათ 40,000 ლარიანი ზღვის დადგენის მიზნებისთვის. დავით, მინდა გკითხოთ მცირე მეწარმეებზეც საინტერესოა მცირე მეწარმემ როგორ უნდა გადაიხადოს ქონების გადასახადი, როგორც ვიცით, ამ ნაწილში დაბეგვრის ნაწილი შემოსავლის მიხედვით ასევე განსხვავდება. აბსოლუტურად კარგი კითხვა არის ამ შემთხვევაში ჩვენ მეწარმე ფიზიკურ პირზე რო ვისაუბროთ და მე გამოვყოთ მცირე მეწარმე, ნახეთ, მეწარმე ფიზიკური პირისათვის დაუშვათ პირი არის ინდივიდუალური მეწარმე. მოცემულ შემთხვევაში ჩვენ აქ ვითვალისწინებთ ინდივიდუალური მეწარმის ესე ვთქვათ დასაბეგრ შემოსავალს. დასაბეგრ შემოსავალში გაითვალისწინება შემოსავალი, რომელიც არის საშემოსავლო გადასახადისათვის დასაბეგრი, ეს არის შემოსავალს მინუს ხარჯი. პირობითად თუ ინდმეწარმე ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, მისი შემოსავალი იყო 100,000 ლარი, მაგრამ ესე ვთქვათ გაწეული ხარჯები იყო 70,000 ლარი, ამ შემთხვევაში მხოლოდ 30,000 ლარი გაითვალისწინება მის შემოსავლად. და ამას თუ დაემატება დაუშვათ ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი და თუ გადააჭარბებს ჯამურად 40,000 ლარს, ესეთ შემთხვევაში პირს უწევს რომ გადაიხადოს ქონების გადასახადი. რაც შეეხება მცირე მეწარმეს, ამ ნაწილში ჩვენ ვიცით რომ მცირე მეწარმისათვის დასაბეგრი შემოსავალი არის მთლიანი ბრუნვა, რა შემოსავალიც გამოიმუშავა. შესაბამისად ამ ნაწილში კანონმდებლობით გათვალისწინებული არის რომ მცირე მეწარმის შემთხვევაში შემოსავლის მხოლოდ 25% გაითვალისწინება 40,000 ლარიანი ზღვის დადგენის მიზნებისათვის. პირობითად თუ მცირე მეწარმის შემოსავალი იყო 100,000 ლარი, მცირე მეწარმე მხოლოდ 25,000 გაითვალისწინებს 40,000 ლარიან ზღვარში და ამას დაემატება სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან მისი ოჯახის წევრის მიღებული შემოსავალი. რაც შეეხება ამავდროულად ჩვენ შეგვიძლია და ისიც განმარტოთ რომ გვაქვს სტატუსები, როგორც არის მიკრობიზნესის სტატუსი, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი სტატუსი ფიზიკურ პირებზე გაიცემა, მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული სტატუსების ფარგლებში მიღებული შემოსავალი არ გაითვალისწინება 40,000 ლარიან ზღვარში. მაგალითად ჩვენ ვიცით რომ ფიქსირებულზე ძალიან ბევრი ფიზიკური პირი, რომელიც არის სალონები, თონეები და უშუალოდ ავტოტექ მომსახურება, ხო, სოლარიუმები, ანუ ესეთი კატეგორიის საქმიანობებზე გაიცემა მცირე ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი სტატუსი, შესაბამისად ეგეთი კატეგორიის პირებისათვის ამ სტატუსის ფარგლებში მიღებული შემოსავალი არ გაითვალისწინება 40,000 ლარიან ზღვარში და უკვე ეგ ძალიან კარგი შეღავათი არის ამ ნაწილში, რომ ამ რადგანაც აღრიცხვა მას არ მოეთხოვება, ამიტომაც კანონმდებლობაში აქაც იქნა გათვალისწინებული აღნიშნული ნაწილი. ერთი მომენტი მინდა რა ძალიან მნიშვნელოვანი არის, მინდა რომ ხაზი გაუსვა, რომ 40,000 ლარიანი ზღვარი ეხება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს და საქართველოს მოქალაქეობის მქონე არარეზიდენტ პირებს. მაგრამ თუ საქართველოში ქონებას ფლობს არარეზიდენტი პირი, ანუ რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, ესეთ შემთხვევაში მასზე 40,000 ლარიანი ზღვარი არ ვრცელდება. ანუ ნებისმიერი არარეზიდენტი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე და საქართველოში ვიცით რომ ბოლო პერიოდში უძრავი ქონების ნაწილშიც უცხოელები ყიდულობენ, ანუ ამ შემთხვევაში საგადასახადო კანონმდებლობაში დაზუსტდა რომ ესე იგი 40,000 ლარიანი ზღვარი ვრცელდება მხოლოდ საქართველოს მოქალაქე არარეზიდენტებზე, რაც შეეხება საქართველოს არამოქალაქე არარეზიდენტს, მას ანუ მან თუ არ წარადგინა ქონების დეკლარაცია საგადასახადო ორგანო იტოვებს უფლებას რომ მას მაქსიმალური განაკვეთიდან ანუ ჩათვლის რომ მისმა შემოსავალმა გადააჭარბა 100,000 ლარს და მას სავარაუდო დარიცხვა ქონების გადასახადზე დაერიცხება მაქსიმალური განაკვეთით.
ამის შედეგად თუ პირი არ ეთანხმება აღნიშნულ ესე ვთქვათ დარიცხვას, ხო? არარეზიდენტმა უნდა დაასაბუთოს, რომ მას არ ქონია ესე ვთქვათ, მათ შორის თავის ქვეყანაში შემოსავალი, რომელიც არ აღემატება წლიურ 40,000 ლარს და ამ შემთხვევაში თუ დაასაბუთებს და შესაბამისი მტკიცებულებებს წარმოადგენს საგადასახადო ორგანოში, შესაძლებელი არის, რომ ეს დარიცხვა მოიხსნას. მაგრამ წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია აღმოჩნდეს შემთხვევა, რომ ფიზიკური პირი არარეზიდენტი, რომელიც ფლობს საქართველოში ქონებას, მას არ ქონდეს სათანადოდ ეს ინფორმაცია, თვლიდეს, რომ მას არ აქვს 40,000 ლარზე მეტი შემოსავალი საქართველოში, არ გადაიხადოს ქონების გადასახადი და აღმოაჩინოს ერთ დღეს, რომ მის ქონებაზე გავრცელებული არის გარკვეული სახის საგადასახადო გირავნობა, იპოთეკა და ესეთი უფლებები. ამიტომ ეს მნიშვნელოვანი არის არარეზიდენტების. ამ ნაწილში ნამდვილად კითხვები იყო ბევრი და მინდოდა რომ განგვემარტა და დამასწარით მოკლედ ამ ნაწილში განმარტების გაკეთება. დავით, ხშირად გვესმის მათ შორის ფინანსისტების მხრიდან, რომ დღეს არსებული ეს 40,000 ლარიანი ზღვარი არის გადასახედი. ამ კუთხით ვიცით, რომ კანონმდებლობაში ცვლილებებზე მუშაობა წლებია მიმდინარეობს, მათ შორის ფინანსთა სამინისტროშიც და განსხვავებული შეფასებები კეთდება. თქვენი შეფასება დღეს საინტერესო, როგორ ფიქრობთ, რამდენად რელევანტურად რჩება დღეს დადგენილი 40,000 ლარიანი ზღვარი, რომელიც 2005 წელს დაწეს და როცა საშუალო ხელფასი მაშინ 204 ლარი იყო. დიახ, რა თქმა უნდა, მე მგონი ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა თანხმდებით, მათ შორის ესე ვთქვათ, ფინანსთა სამინისტროს, რომ ეს ზღვარი დაუშვათ მიმდინარე რეალობასთან მიმართებაში არარელევანტურია, ხო? ამ შემთხვევაში 40,000 ლარი იმ პერიოდში ითვლებოდა ოჯახი, ვისაც ჰქონდა აღნიშნული შემოსავალი, მაღალი შემოსავლის მქონე პირებად, ხო? მაგრამ დღეის მდგომარეობით თუ პირს და მის მეუღლეს ხელზე ასაღები ხელფასი გააჩნია სადღაც 1,350 ლარი, უკვე ითვლება, რომ მათი შემოსავლები გადააჭარბებს 40,000 ლარიან ზღვარს. დამეთანხმებით, რომ ეს ხელფასი უკვე საშუალო ხელფასზე, ესე ვთქვათ, ნაკლებია. რა თქმა უნდა, ეს ზღვარი არარელევანტურია, გადასახედია და სწორედ ამიტომაც მუშაობა მიმდინარეობს, ესე ვთქვათ, ამ ნაწილში და ვფიქრობ, რომ ეს ძირეულად უნდა შეიცვალოს და უნდა მოხდეს მისი გადახება. ამ ნაწილშიც ჩვენ საგადასახადო კანონმდებლობაში ბევრი გადასახადის ნაწილში ბოლო წლებში ბევრი რეფორმა განხორციელდა, მათ შორის მოგების გადასახადის ნაწილში, ეგრეთ წოდებული ესტონური მოდელი, დეგეგის კუთხით 2021 წელს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა დეგეგის, ანუ ევროდირექტივასთან შესაბამისობაში მოყვანასთან დაკავშირებით და ვფიქრობ, რომ ქონების გადასახადიც საჭიროებს, ესე ვთქვათ, ნამდვილად მოძველებულია, ნამდვილად ჩამორჩება რეალობას. და შესაბამისად ამ კუთხით ვფიქრობ, რომ ერთმნიშვნელოვნად როგორ ფიქრობთ, რა მიმართულებით უნდა მოხდეს არსებული კანონმდებლობის გადახედვა, მათ შორის იყო, ასე ვთქვათ, მოსაზრებები ხშირად, რომ თვითონ უშუალოდ ქონების გადასახადი არ უნდა იყოს მიბმული შემოსავლებზე, უნდა იყოს ქონების ღირებულებაზე მიბმული. აი ამ ნაწილში ყველაზე ისეთი საქართველოსთვის რელევანტური რა შეიძლება იყოს, რა მოდელი შეიძლება იყოს, რომელიც გარკვეულწილად შეესაბამება არსებულ რეალობას. კი ბატონო, თვითონ ქონების გადასახადი თავისი შინაარსით უფრო მეტად არის ფლობის გადასახადი, ხო? ჩემი აზრით, თუ ადამიანი ფლობს ქონებას, მან უნდა გადაიხადოს გადასახადი, ოღონდ აქაც უნდა იყოს გარკვეული შეღავათი, თუ პირს ერთი სახლი აქვს, პირობითად სადაც თავად ცხოვრობს, შესაძლებელია, რომ ეგეთი კატეგორიის პირები განთავისუფლდეს გადასახადისაგან, მაგრამ თუ პირს რამოდენიმე ბინა აქვს, დაუშვათ რომელსაც დაუშვათ იყენებს ეკონომიკურ საქმიანობაში, აქირავებს და ან შემოსავალს იღებს, ესეთ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ესე ვთქვათ, შემოსავლის ოდენობა არ უნდა იყოს, ესე ვთქვათ, გადამწყვეტი და ანუ თუ პირი რამოდენიმე ქონებას ფლობს, მას მაინც უნდა გააჩნდეს, ესე ვთქვათ, ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება. ამავდროულად შესაძლებელია კრიტერიუმის სახით აღებული იყოს შემოსავლის ოდენობა, ოღონდ ისიც მორგებული უნდა იყოს და თუ კანონმდებლობის მიზანი იქნება, რომ დაბეგროს მაღალ შემოსავლიანი პირები და მათ ხოვს გადასახადი, აქაც გონივრულობის ფარგლებში უნდა იყოს გადახედილი, ესე ვთქვათ, შემოსავლის ოდენობა და იმ პროპორციით, რაც თავის დროზე იყო მიღებული, დაახლოებით იგივე პროპორციით უნდა მოხდეს, ესე ვთქვათ, ცვლილება. მე მაინც ვფიქრობ, რომ თუ პირი ამ შემთხვევაში ქონების გადასახადი უნდა შეფასდეს იმგვარად, რომ თუ პირი ფლობს ქონებას, ესე ვთქვათ, ამ შემთხვევაში მას თუ რამოდენიმე ქონებას ფლობს, ის ქონებები უნდა დაიბეგროს ქონების გადასახადით, ოღონდ მნიშვნელოვანი არის, რომ განაკვეთი და დაბეგრვის ობიექტი
ისე იყოს ესე ვთქვათ შერჩეული რომ ფიზიკურ ანუ ეს გონივრული იყოს ფიზიკური პირის დაბეგრვა და დამატებითი ესე ვთქვათ უსამართლოდ არ უნდა მოხდეს. ანუ სამართლიანად თუ შეფასდება კრიტერიუმები, ვფიქრობ რომ ამ შემთხვევაში ბიუჯეტიც თავის ინტერესის ნაწილში ესე ვთქვათ მიიღებს შემოსავალს და ფიზიკური პირი რომელსაც აქვს და გააჩნია ქონებები გადაიხდის გადასახადს. მათ შორის მინდა გკითხოთ წელს დეკლარირების შევსებისას გამოჩნდა გარკვეულწილად გაფრთხილება ქონების შეფასებაზე. რაზე შეიძლება მიუთითებდეს ეს გაფრთხილება? ამ გზით ხომ არ აპირებს მათ შორის შემოსავლების სამსახური რომ გაამკაცროს მიდგომები უშუალოდ ქონების გადასახადის ამოღებაზე? კი ბატონო, კარგი დაკვირვება არის. ამ შემთხვევაში საგადასახადო კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ ქონების ღირებულების ნაწილში თვითონ დეკლარანტი და ფიზიკური პირი თავად არის ვალდებული, რომ მიუთითოს ქონების რეალური ღირებულება, საბაზრო ღირებულება გარდა მიწისა. აქ ჩვენ ქონებაზე როცა ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია გამოვყოთ ქონება და მიწა. რაც შეეხება მიწას, კიდევ ერთხელ რომ აღვნიშნოთ, მიწასთან დაკავშირებით ჩვენ ფიზიკური პირის 40,000 ლარიანი ზღვარი არ გვჭირდება, ფიზიკური პირი თუ ფლობს ქონებას და თუ ის ქონება გარკვეულ შეღავათში არ ესე ვთქვათ არ შეღავათით არ სარგებლობს, ესე შემთხვევაში მიწასთან დაკავშირებით პირი ვალდებული არის რომ გადაიხადოს ქონების გადასახადი და აქ მნიშვნელოვანი არის ფიზიკური პირი, რომელიც 1 აპრილის მდგომარეობით ფლობს ესე ვთქვათ მიწას, აი ამ მიწასთან დაკავშირებით მან უნდა გადაიხადოს გადასახადი მიუხედავად იმ 40,000 ლარიანი ზღვარისა. რაც შეეხება ქონების გადასახადს გარდა მიწისა, ამ შემთხვევაში კანონმდებელი განსაზღვრავს რომ ფიზიკური პირი თავად არის ვალდებული რომ მიუთითოს ქონების საბაზრო ღირებულება. მოცემულ შემთხვევაში მოგეხსენებათ, ახლა ფიზიკური პირი არ არის ესე ვთქვათ ქონების შემფასებელი და მისი ექსპერტი. თუმცა დაახლოებით ფიზიკურ პირს აქვს წარმოდგენა რომ მისი ბინის ღირებულება რა არის და ამ შემთხვევაში თვითონ შეფასებაც ფიზიკური პირის მიერ ცოტათი შეიძლება სუბიექტურიც იყოს, ხო? ამიტომ გამომდინარე იქიდან რამდენად კეთილსინდისიერი შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში მოქალაქე რომ ნამდვილად სწორად და ნამდვილად იმ ღირებულებას მიუთითებს, რაც რეალურად ღირს ესა თუ ის ქონება. ამ შემთხვევაში აი ამ შემთხვევაში ზუსტად კანონმდებლობა უკვე ანუ თვითონ არ ერევა ამ ნაწილში და სრულად ანდობს ესე ვთქვათ ფიზიკურ პირს და ამ შემთხვევაში თუ და ალბათ იყო შემთხვევები, როდესაც ქონების ღირებულების მითითება არ იყო ესე ვთქვათ შესაბამისად სწორი და ამიტომაც შემოსავლების სამსახურმა გადაწყვიტა რომ შესაბამისი ესე ვთქვათ გაფრთხილების სახით ესე ვთქვათ მieნიშნებინა რომ გარკვეული პასუხისმგებლობა პირს ეკისრება ამასთან დაკავშირებით, ამიტომ რომ შემოსავლების სამსახურს ახლა აქვს ინფორმაცია და იცის პირობითად თბილისში უბნების მიხედვით რა არის უძრავი ქონების ღირებულება, საბაზრო ღირებულება ახლა დაშენებულ კორპუსში და დაუშვათ ძველ კორპუსში, ხო? ანუ შესაბამისად მოდი ესე ვთქვათ, ამ კუთხით ანუ ფიზიკური პირის პერსპექტივიდან არის ესე ვთქვათ, შესაბამისად შესაძლებელია მითითებული იყოს უფრო ნაკლები ღირებულება, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს, შეიძლება უბრალოდ არ ცოდნით, ან დაუშვათ მან ხელოვნურად შეამციროს ქონების ღირებულება, რათა გადასახადის ნაწილში. ამ შემთხვევაში მოკლედ ჯერჯერობით მაინც გაფრთხილებაა, მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლა შემოსავლების სამსახური და ვნახოთ უკვე მომავალში ამ კუთხით იქნება თუ არა რაიმე სახის ნაბიჯები გადადგმული. მადლობა, ჩვენი სტუმარი იყო ნექსია ჯორჯიას მმართველი პარტნიორი დავით მამრიკიშვილი.